ზღვის ქვეშ არსებობს ბირთვული წყალქვეშა ნავები, რომლებიც თითქმის არავის შეუძლია დაინახოს. ისინი ჩუმად გადაადგილდებიან, თან ატარებენ ადამიანების მიერ შექმნილ ყველაზე ძლიერ იარაღებს. და რაც უფრო გასაოცარია, მათ შეუძლიათ რამდენიმე თვე დარჩნენ ზღვის ქვეშ ზედაპირზე ამოსვლის გარეშე. მაშინ, როცა უმეტესობა წყალქვეშა ნავებისა უნდა დაბრუნდეს ზედაპირზე ჰაერის ან საწვავის მისაღებად, ბირთვული წყალქვეშა ნავი განსხვავებულია. რადგან მას შეუძლია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს წყლის ქვეშ, რადგან თვითონ აწარმოებს საკუთარ ჰაერს. მას აქვს სისტემა, რომელიც ზღვის წყალს იყენებს ჟანგბადის მისაღებად. ეს პროცესი ელექტროლიზი ეწოდება. მარტივად რო ვთქვათ, ელექტროენერგია წყალს ყოფს. ჟანგბადი მიიღება ეკიპაჟისთვის სუნთქვისთვის. ჟანგბადს იყენებენ შიგლით ყოფი ადამიანების სუნთქვისთვის. ამასობაში პროცესში მიღებული წყალბადი წყალქვეშა ნავიდან გარეთ გამოაქვთ, რადგან ის ადვილად აალებადია, როცა გროვდება. ეს მთელი სისტემა წყალქვეშა ნავის ბირთვული რეაქტორით მუშაობს. ამის გამო ელექტროენერგიის ნაკლეობა პრობლემა არ არის. და ისინი განაგრძობენ ჰაერის წარმოებას როგორც დრისით, ისე ღამით, მაგრამ წყალქვეშა ნავში მხოლოდ ჟანგბადი არ არის პრობლემა. როცა ადამიანი სუნთქავს, ჩვენ გამოყოფთ ნახშირორ ჟანგს, ანუ CO2-ს. თუ ეს გაზი დახურულ სივრცეში დაგროვდა, შეიძლება საშიში გახდეს. ამიტომ წყალქვეშა ნავში არის სპეციალური ფილტრები და ქიმიური სისტემები, რომლებიც შტანთქავენ CO2-ს, რათა ჰაერი უსაფრთხო დარჩეს. ასევე საჭმლის მომზადებისას წარმოქმნილი კვამლი, ქიმიური სუნი და სხვა მავნე ნივთიერებები ჰაერში ასევე იწმინდება ფილტრაციის სისტემებით. მოკლედ რო ვთქვათ, თითქმის ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, კეთდება უშუალოდ წყალქვეშა ნავში. აქ ჰაერი ხელოვნურია. წყალი კი მიიღება დამლაშების პროცესით, სადაც ზღვის წყალი სასმელად გარდაიქმნება და მთელი ადგილი მუშაობს ბირთვული ენერგიით. მაგრამ კითხვა ასეთია, როდის შეუძლია წყალქვეშა ნავს ზღვაზე ამოსვლა? აშშ-ს საზღვაო ძალების და სხვა სამხედრო წყაროების მიხედვით, წყალქვეშა ნავი მხოლოდ მაშინ ამოდის ზედაპირზე, როცა ეკიპაჟის საკვები იწურება. ეს ნიშნავს, რომ თუ საკვები საკმარისია, მათ შეუძლიათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ წყლის ქვეშ. აქ კი საუბარი კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება, რადგან ბირთვული წყალქვეშა ნავის ნამდვილი გული მისი რეაქტორია. მის შიგნით არის კომპაქტური ბირთვული რეაქტორი, რომელიც თითქმის პატარა ოთახის ზომისაა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარაა, მას შეუძლია უზარმაზარი ენერგიის გამომუშავება. სამხედრო და ბირთვული ინჟინერიის ანგარიშების მიხედვით, თანამედროვე ბირთვული წყალქვეშა ნავები, როგორიცაა ამერიკის ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი, იყენებენ რეაქტორს, რომელსაც შეუძლია იმუშაოს 20-დან 30 წლამდე საწვავის შევსების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ წყალქვეშა ნავის მთელი სიცოცხლის განმავლობაში შესაძლებელია ბირთვული საწვავის შეცვლა აღარ იყოს საჭირო. ეს ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი გემისგან, რომელსაც მუდმივად სჭირდება საწვავი. ეს რეაქტორი აწარმოებს სითბოს. შემდეგ ეს სითბო გამოიყენება ორთქლის, ანუ ძალიან ცხელი ორთქლის შესაქმნელად, რომელიც წყალქვეშა ნავის ტურბინებს ატრიალებს. ტურბინები ამუშავებს მთელ გემს და აწვდის ელექტროენერგიას ყველა სისტემას. და რადგანაც ეს ბირთვული ენერგიით მუშაობს, მას არ სჭირდება ჰაერის ამოხება ზედაპირიდან, როგორც დიზელის წყალქვეშა ნავებს. დიზელის წყალქვეშა ნავებს ზოგჯერ ზედაპირზე ამოსვლა სჭირდებათ, რათა ძრავა ჩართონ და ბატარეები დატენონ. და როცა ისინი ზედაპირზე ამოდიან, თრისთვის უფრო ადვილად შესამჩნევები ხდებიან. მაგრამ ბირთვული წყალქვეშა ნავი შეუძლია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს წყლის ქვეშ დამალული, ჩუმად, ძნელად, საფოვნელად და თითქმის უხილავია. და კიდევ უფრო გასაოცარია ბირთვული საწვავის სიმძლავრე. მაგრამ რატო? ბირთვული ენერგიის კვლევების მიხედვით, მცირე რაოდენობის გამდიდრებულ ურანს აქვს ენერგია, რომელიც უდრის ჩვეულებრივი საწვავის, როგორიცაა ქვანახშირი ან ნავთობი, უზარმაზარ რაოდენობას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ნავის რეაქტორის ბირთვი პატარაა, ის საკმარისია მთელი გემის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობისთვის. მაგრამ ბირთვული წყალქვეშა ნავების ყველაზე სასაშიში ნაწილი მხოლოდ ის არ არის, რომ ისინი დიდხანს რჩებიან ზღვის ქვეშ, არამედ ის იარაღი, რომელსაც ისინი ატარებენ. არსებობს რამდენიმე წყალქვეშა ნავი, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავები, რომლებსაც ბირთვული რაკეტები გადააქვთ და შეუძლიათ ძალიან დიდი მანძილიდან მიზანში მოხვედრა. მაგალითად, აშშ-ს საზღვაო ძალებისა და თავდაცვის ანგარიშების მიხედვით, ამერიკის ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ ტრაიდენტის რაკეტების გადატანა ბირთვული ქობინებით. და თითოეული ქობინი მრავალჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ატომური ბომბი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმაში გამოიყენეს.
მარტივი ახსნით. ერთ წყალქვეშა ნავს შეუძლია იმდენი ბირთვული იარაღის გადატანა, რომ მრავალი ქალაქისთვის უზარმაზარი განადგურება გამოიწვიოს. და რაც უფრო შემაშფოთებელია, მაშინ როცა ადამიანების უმეტესობისთვის დღე ჩვეულებრივად მიმდინარეობს დედამიწის ზედაპირზე, ბირთვული წყალქვეშა ნავები ახლა ჩუმად დაცურავენ ოკეანის ქვეშ. ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, არ ვიცით სად არიან, მაგრამ ისინი იქვე არიან. ისინი ჩუმად დარაჯობენ ზღვის ქვეშ, თან ატარებენ მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღებს შორის ზოგიერთს. მაგრამ მოიცადეთ, სანამ გავაგრძელებთ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენ კონტენტის შემქმნელებს. მადლობთ. ეხლა კი დავბრუნდეთ. სინამდვილეში ესეთი ტიპის წყალქვეშა ნავი მხოლოდ ამერიკას არ აქვს. ვინც არ იცის, ბირთვული იარაღის სამყაროში არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც დიდ ქვეყნებს ეშინიათ ომის დაწყება. იმიტომ რომ იციან, თუ ისინი თავდასხმას დაიწყებენ, მაშინვე საფასუხო თავდასხმა მოყვება მათ. ამიტომაც არის ბირთვული იარაღი მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუ ჩინეთი მიწაზე არსებული ბაზიდან თავდასხმას განახორციელებს, ამერიკას შეუძლია წყალქვეშა ნავებით გაანადგუროს მათი ქალაქები. წყალქვეშა ნავების პოვნა უფრო ძნელია, ვიდრე მიწაზე არსებული სარაკეტო ბაზების პოვნა. რაკეტების ბაზა ხო სატელიტიდან ჩანს, ამიტომ მტერი ზუსტად იცის, სად მდებარეობს იგი. მაგრამ წყალქვეშა ნავი დამალულია ზღვის ქვეშ. ის შეიძლება ატლანტის ოკეანეში იყოს, შეიძლება წყნარ ოკეანეში ან არქტიკაში. და რადგან მტერმა არ იცის, სად არის ის, ისინი ყოველთვის ფრთხილობენ. ხანდახან კი მაშინაც კი, როცა მტერს ყველაზე თანამედროვე სადაზვერო სისტემა აქვს, ისიც კი არ არის დარწმუნებული, ზუსტად სად იმალება ის. ამიტომ დიდი ბირთვული ძალებისთვის წყალქვეშა ნავი ყველაზე რთულია დასამარცხებლად. აშშ საზღვაო ძალების მიხედვით Trident 2 D5 რაკეტა გამოიყენება ამერიკის ოჰაიო კლასის წყალქვეშა ნავებში, ხოლო გაერთიანებული სამეფოსთვის კი Vanguard კლასის წყალქვეშა ნავებში. ეს რაკეტა შექმნილია სტრატეგიული ბირთვული შეკავებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ეს ჩვეულებრივი იარაღი არ არის. ის იქაა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს ბირთვული ომის დაწყება შეაჩეროს. გაერთიანებულ სამეფოს კი მათი მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით აქვს პოლიტიკა, რომელსაც უწოდებენ უწყვეტ საზღვაო შეკავებას. 1979 წლიდან მოყოლებული, ისინი ცდილობენ, რომ ყოველთვის ერთი ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი იყოს ზღვაში. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მშვიდად და არ არის ახალი ამბები და ადამიანების ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობს, მათ სადღაც ერთი წყალქვეშა ნავი ჰყავთ ჩაძირული, რომელიც მზადაა იმოქმედოს თუ სერიოზული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა წარმოიშვება. იგივე ლოგიკა აქვს საფრანგეთსაც. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს მიხედვით, მათი M51 რაკეტა გამოიყენება იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ზღვაზე დაფუძნებული ბირთვული შეკავების სანდო. მოკლედ რო ვთქვათ, მათ სურთ აჩვენონ, რომ თუ კი ვინმე მათ თავს დაესმება, მაინც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ზღვიდან უპასუხონ. წყალქვეშა ნავების საკუთარი ძალა აქვთ რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთსაც. აღარ არის საჭირო თითოეული რაკეტისა და მათი რაოდენობის დეტალურად განხილვა, რადგან ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი კლასიფიცირებულია ან იცვლება. მაგრამ ერთი რამ ნათელია. ეს ქვეყნები ინვესტიციას ახორციელებენ წყალქვეშა ნავებში, რადგან იციან, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი ყოველთვის არ არის ყველაზე ხმაურიანი. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი იარაღი ის არის, რომელსაც ვერ ხედავ. და სწორედ ეს არის ბირთვული წყალქვეშა ნავის ამოცანა. მას არ ჭირდება გამოჩენა. მას არ ჭირდება ყოველდღე მუქარა, საკმარისია რომ მსოფლიო მიცის ის იქ არის. რადგან როცა მტერი იცის, რომ არსებობს წყალქვეშა ნავი, რომელიც პირველ თავდასხმას გადაურჩება, მაჩვრის გაცილებით რთულია ომის დაწყება. ეს დაახლოებით ასეა. თუ ორი ადამიანი ორივეს ხელში ძალიან ძლიერი იარაღი უჭირავს, ორივე ორჯერ დაფიქრდება სანამ იმოქმედებს. რადგან იციან, რომ თუ ერთი პირველი იმოქმედებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოდ იქნება. საფასუხო თავდასხმა მაინც იქნება. და ბირთვულ სტრატეგიაში სწორედ ამიტომ არის წყალქვეშა ნავები ასეთი მნიშვნელოვანი. ისინი არ არის შექმნილი ყოველდღიური გამოყენებისთვის, არამედ ქვეყნის დასაცავად. მაგრამ სანამ იარაღის ძალაზე ვსაუბრობთ, ერთი უფრო მარტივი კითხვა არსებობს. როგორ ახერხებენ შიგნით მყოფი ადამიანები დიდხანს წყალქვეშ ცხოვრებას? რადგან რამდენადაც განვითარებული არ უნდა იყოს წყალქვეშა ნავი, მასში მაინც ადამიანები არიან. მათ მაინც სჭირდებათ ჭამა, მათ მაინც სჭირდებათ ძილი. მათ მაინც უწევთ მუშაობა ვიწრო ფოლადის корпуსში, მაშინ როცა ასობით მეტრი წყალი ზემოდან აწვება. სინამდვილეში თუნდაც წყალქვეშა ნავი ბირთვული ენერგიით მუშაობდეს, არის ერთი რამ, რასაც რეაქტორი ვერ აკეთებს. ის ვერ აწარმოებს საკვებს. ამიტომ რეალურ ცხოვრებაში წყალქვეშა ნავის ლიმიტი არ არის ელექტროენერგია. არც ჰაერი, არც წყალი, არამედ საკვები. მისიამდე გასვლამდე წყალქვეშა ნავს ამარაგებენ მარაგებით. ათასობით კონსერვი, გაყინული საკვები, მშრალი პროდუქტები და სხვა საკვები შეჰყავთ პატარა ლუქებიდან. რადგან სივრცე მცირეა, თითქმის ყველა თავისუფალ ადგილს საწყობად იყენებენ. საკვები დერეფნის გვერდით დევს. საკვები საწოლების ქვეშაც არის. საკვები კუთხეებშიც დევს.
პატრულირების პირველ ნაწილში ზოგჯერ ეკიპაჟი თითქოს საკუთარ სასურსათო მაღაზიაში დადის და ეს პატარა ჯგუფი არ არის. ბირთვული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი შეიძლება 100-ზე მეტი ადამიანი იყოს. დღეში მათ უნდა მიირთვან საუზმე, სადილი, ვახშამი და ზოგჯერ გვიან ღამის საჭმელიც. მათთვის ვინც ღამით მორიგეობს. ამიტომ წყალქვეშა ნავში სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უბრალოდ საკვები არ არის, ეს მათი აუცილებლობაა. და როცა რამდენიმე თვე არ გაქვს, მზის შუქი, სუფთა ჰაერი, პირადი სივრცე და თითქმის ერთი და იგივე ხედები გაქვს ყოველ დღე, გემრიელი საჭმელი ძალიან ეხმარება ეკიპაჟს სიმშვიდის შენარჩუნებაში. ამიტომ ბევრ საზღვაო ფლოტში წყალქვეშა ნავის მზარეულების შერჩევას სერიოზულად ეკიდებიან. მათ უნდა შეძლონ კარგად მომზადება, მიუხედავად იმისა, რომ სივრცე შეზღუდულია. მათ უნდა დაგეგმონ კვება სწორად და უნდა დარწმუნდნენ, რომ მნიშვნელოვანი მარაგები სწრაფად არ ამოიწურება. პატრულირების დასაწყისში პირველად მიირთმევენ ახალ ხილსა და ბოსტნეულს, რადგან ისინი უფრო მალე ფუჭდება. შემდეგ მოდის გაყინული საკვები. მისიის ბოლო ნაწილში უფრო ხშირად ჭამენ დაკონსერვებულ და თაროებზე მდგრად საკვებს. ამიტომ რაც უფრო გრძელდება მისია, მენიუ უფრო მარტივი და განმეორებადი ხდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, საკვები მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ზღვის ქვეშ კარგად მომზადებული საკვები ფუფუნება არ არის. პირიქით, ეს დასვენებაა, ეს კომფორტია. ეს შეხსენებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი რკინის სამყაროში არიან, მაინც ადამიანები არიან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟი დანაყრებულია, კიდევ ერთი რამ არის, რაც წყალქვეშა ნავის გადარჩენისთვის უფრო მნიშვნელოვანია. სიჩუმე. ზღვის ქვეშ ხმაური სიბნელეში სინათლეს გავს. თუ გადიგონეს, შეიძლება გიპოვან. თუ გიპოვეს, შეიძლება გამოქუნენ. და თუ გამოქუნენ, შეიძლება სამიზნე გახდე. ამიტომ წყალქვეშა ომში ნამდვილი დაცვა რკინის ისკი არ არის, ნამდვილი დაცვა სიჩუმეა, ჩუმეა. როგორც ამბობენ, თანამედროვე ბირთვული წყალქვეშა ნავები აშენებულია ისე, რომ უკიდურესად ჩუმისად ჩუმი იყოს. მთელი წყალქვეშა ნავის დიზაინი მიმართულია ხმაურის შემცირებისკენ. პროპელერი ან პომპაჯეტის სისტემა ისეა შექმნილი, რომ ადვილად არ წარმოქმნას ვიბრაცია. შიგნით არსებული დანადგარები სპეციალურ სამაგრებზეა დამაგრებული, რათა ხმაური არ გავცალდეს წყალქვეშა ნავის კორპუსში. ეკიპაჟის მოძრაობაც დისციპლინირებულია. უბრალოდ ვერ იყვირებ, უბრალოდ ვერ დაახეთქებ ნივთებს, უბრალოდ ვერ გამოიწვევ ხმაურს. განსაკუთრებით მაშინ, როცა წყალქვეშა ნავი მგრძნობიარე ზონაში. ზღვის ქვეშ თუნდაც პატარა ხმა შეიძლება მინიშნებად იქცეს. თავად ოკეანეც ხმაურიანი ადგილია, არის ტალღები, ზედაპირზე წვიმს, არიან ვეშაპები, სხვა გემებიც მოძრაობენ, ზღვის ფსკერიდან ბუნებრივი ხმებიც მოდის. ამიტომ წყალქვეშა ნავის მიზანია ისე შეერწყას ზღვის ხმაურს, რომ თითქმის შეუმჩნეველი გახდეს. როგორც ჭრტილი სიბნელეში. იქ არის, მაგრამ ვერ ხედავ. მოძრაობს, მაგრამ ვერამ ვერ ისმენ. და რაც უფრო ჩუმია წყალქვეშა ნავი, მით უფრო საშიში ხდება ის. რადგან ყველაზე საშიში მტერი ის არ არის, ვინც ყოველთვის ჩანს, არამედ ის, ვინც დიდი ხანია გარშემო იყო, მაგრამ ამას მხოლოდ ძალიან გვიან იგებ. მაგრამ ადრე წყალქვეშა ნავები ეს ჩუმი არ იყო. ცივი ომის ადრეულ წლებში, განსაკუთრებით 1950-იან და 1960-იან წლებში, ბირთვული წყალქვეშა ნავების უმეტესობა ხმაურიანი იყო. ძრავა ხმაურს გამოსცემდა. ტურბინების ვიბრაცია იგრძნობოდა. ბრუნვადი პროპელერი ხმას გამოსცემდა. და ეს ყველა პატარა ხმა წყალში ვრცელდებოდა. ეს პრობლემა იყო, რადგან ზღვა ძალიან სწრაფად ავრცელებს ხმას. წყლის ქვეშ ხმა უფრო შორს აღწევს, ვიდრე ჰაერში. ამიტომ ცივი ომის დროს სონარის ოპერატორებს ხშირად შეეძლოთ მოესმინათ მოახლოებული წყალქვეშა ნავი ძალიან დიდი მანძილიდან. ყოფილი სამხედრო ანგარიშებისა და წყალქვეშა ნავების ისტორიის მიხედვით, ადრე არსებობდა საბჭოთა წყალქვეშა ნავები, რომლებიც ბევრად უფრო ხმაურიანი იყვნენ, ვიდრე თანამედროვე წყალქვეშა ნავები. ზოგჯერ გამოცდილი სონარის ოპერატორებს შეეძლოთ მხოლოდ ძრავის ხმაზე გამოეცნოთ, რა ტიპის წყალქვეშა ნავი მოდიოდა. ეს გავს ადამიანის ხმის ამოცნობას. თუმცა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად წყალქვეშა ნავები უფრო და უფრო ჩუმები ხდებოდნენ. დღეს თანამედროვე ბირთვული წყალქვეშა ნავის თითქმის ყველა ნაწილი ისეა შექმნილი, რომ ხმაური მაქსიმალურად შეამციროს. წყალქვეშა ნავის შიგნით არსებული მძიმე მანქანები პირდაპირ არ არის მიმაგრებული ნავის კორპუსზე. მათ სპეციალური ამორტიზატორები და რეზინის სამაგრები აქვთ, რათა ვიბრაცია არ გავრცელდეს. მარტივი ახსნით, თითქოს მანქანას ბალიშს უდებენ, რომ გარეთ ხმა არ გავიდეს. რეაქტორის სისტემებიც უფრო ჩუმად არის გაკეთებული. არსებობს თანამედროვე წყალქვეშა ნავები, რომლებიც იყენებენ გაგრილების სისტემებს, რომლებიც ნაკლებად მექანიკურია და ნორმალური მუშაობისას ძლიერ ტუმბოებს არ საჭიროებს. ამის გამო ხმაური შიგნით მცირდება, პროპელერიც შეცვლილია. ჩვეულებრივი პროპელერის ნაცვლად, ბევრი ახალი წყალქვეშა ნავი დღეს იყენებს ტუმბო-ჭავლურ სისტემას. ეს უფრო ჩუმად მუშაობს, უფრო რთულია მისი გაგონება, უფრო რთულია მისი პოვნა. წყალქვეშა ნავის გარეთაც სპეციალური საფარი.
სამხედრო თავდაცვის ანგარიშების მიხედვით, ზოგ წყალქვეშა ნავს აქვს რეზინის მსგავსი პანელები, რომლებიც ეხმარება სხეულს სონარის ტალღების შთანთქმაში. როდესაც სონარის სიგნალი ნაკლებად ბრუნდება უკან, წყალქვეშა ნავის ადგილმდებარეობის დადგენა უფრო რთულია. და ეს არის მათი მთავარი მიზანი, არა სიჩქარე, არა ძალა, არამედ დარჩენა უხილავად და უხმოდ. წყალქვეშა ომის დროს თუ მტერმა დაგინახა, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ამიტომ დიდი ქვეყნები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ მხოლოდ იმისთვის, რომ მათი წყალქვეშა ნავები კიდევ უფრო ჩუმი გახადონ. და მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია დღეს ძალიან განვითარებულია, ეს მაინც ერთ-ერთი ყველაზე რთული სამხედრო გამოწვევაა, წყალქვეშა ნავის პოვნა, რომელიც ნამდვილად არ უნდა რომ იპოვონ. მაგრამ მაშინ, როცა წყალქვეშა ნავში ყველაფერი ჩუმადაა, იქ არის ერთი რამ, რომელიც გასაოცრად მნიშვნელოვანია ეკიპაჟის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის საკვები. ბევრი საზღვაო ძალების თქმით, გემრიელი საკვები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკიპაჟის მენტალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ამის მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ნავში საკვებიც არის და სისტემა კარგად მუშაობს, არსებობს ერთი დიდი პრობლემა, რომლის გადაჭრაც დღემდე მარტივი არ არის. ეს არის კომუნიკაცია. როდესაც წყალქვეშა ნავი უკვე ზღვის ქვეშ არის, მისი კავშირი ზედაპირულ სამყაროსთან თითქმის მთლიანად წყდება. და მიზეზი მარტივია. რადიოტალღებს ზღვის წყალში შეღწევა ადვილი არ არის. ხმელეთზე კომუნიკაცია რადიოტის სწრაფია, მაგრამ ზღვის ქვეშ ეს უკვე სხვა საკითხია. სიგნალი სწრაფად სუსტდება, როცა ზღვის წყალში გადის. ამიტომ ჩვეულებრივი სამხედრო რადიო თითქმის უსარგებლოა, როცა წყალქვეშა ნავი ღრმადაა. ამიტომ ზოგიერთი საზღვაო ძალა იყენებს ძალიან დაბალ სიხშირეს, ანუ VLF სიგნალებს, ასევე არსებობს უკიდურესად დაბალი სიხშირის, ანუ ELF სისტემებიც. ეს სიგნალები უფრო ნელია, მაგრამ მათ შეუძლიათ ზღვის ქვეშ ჩასვლა. პრობლემა ისაა, რომ მონაცემთა გადაცემა ძალიან ნელია. მარტივი ახსნით, ეს ძალიან ნელი ინტერნეტივითაა. ზოგჯერ ერთი მოკლე შეტყობინების მისვლას რამდენიმე წუთი ან კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება. და თუ ბრძანება გრძელი ან რთულია, მისი გაგზავნა კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ სამხედროებმა სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რომ წყალქვეშა ნავებისთვის შეტყობინებების გაგზავნა შეძლო. მაგრამ ამ მეთოდს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ჩვეულებრივ მხოლოდ მოკლე კოდირებული შეტყობინებები იგზავნება. არა გრძელი საუბრები, არა ვიდეო ზარი, არა რეალურ დროში კომუნიკაცია. ზოგჯერ წყალქვეშა ნავი მხოლოდ რამდენიმე სიმბოლოს ან კოდურ სიტყვას იღებს და თითოეულ კოდს შესაბამისი ინსტრუქცია აქვს. სამხედრო ანგარიშებისა და თავდაცვის ანალიტიკოსების მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპის შეტყობინება არის საგანგებო მოქმედების შეტყობინება. ეს არის კოდირებული ინსტრუქციის ტიპი, რომელიც გამოიყენება ყველაზე სერიოზულ სიტუაციებში, მათ შორის ბირთვული გაშვების შესაძლო ბრძანებები. ამიტომ ბირთვული წყალქვეშა ნავების მთელი საკომუნიკაციო სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ კრიტიკული შეტყობინება აუცილებლად მიაღწიოს ადრესატამდე, თუნდაც ისინი ზღვის ქვეშ იყვნენ. მაგრამ არსებობს პრობლემა. როდესაც წყალქვეშა ნავს სურს უფრო მკაფიო პასუხის გაგზავნა, ან უფრო დიდი ინფორმაციის მიღება, მას ზედაპირთან უფრო ახლოს ამოსვლა სჭირდება. თუმცა სრულად ზედაპირზე არ ამოდის, მაგრამ საკმარისად ახლოს, რომ ანტენა წყლის ზედაპირზე გამოიტანოს. როცა ეს ხდება, ისინი იღებენ სატელიტურ გადაცემებს და აგზავნიან პასუხს. შემდეგ ისინი სწრაფად ისევ ჩაძვრებიან, რადგან რაც უფრო დიდხანს არიან ზედაპირთან ახლოს, მით უფრო მაღალია შანსი, რომ მტერმა ისინი შენიშნოს. რადარმაც შეიძლება დააფიქსიროს. შეიძლება სადაზორო თვითმფრინავმა შენიშნოს, შეიძლება სიგნალს მიაკულიოს. ამიტომ ყოველი ზედაპირთან ამოსვლა ფრთხილად ხდება. სწრაფად, ჩუმად და კარგად დაგეგმილად. რადგან რამდენიმე წუთით გამოჩენაც კი დიდი რისკია წყალქვეშა ნავისთვის. მაგრამ წყალქვეშ არა მხოლოდ კომუნიკაცია რთული, არამედ ნავიგაციაც. ჩვეულებრივი ადამიანისთვის GPS-ის გამოყენება მარტივია. უბრალოდ გახსნი ტელეფონს და მაშინვე დაინახავ სათხარ. მაგრამ წყალქვეშა ნავში ეს ასე მარტივი არ არის. GPS ღრმა წყალში არ მუშაობს, რადგან სატელიტის სიგნალები ზღვის წყალში კარგად ვერ აღწევს. ამიტომ როცა წყალქვეშა ნავი ზღვის ქვეშაა, ის სატელიტის საშუალებით თავის ზუსტ მდებარეობას ვერ იგებს. წარმოიდგინე, რამდენად რთულია ეს. ყველაფერი ბნელია, ქუჩის ნიშნები არ არის, არც განათება, არც მთა ან შენობა, რომ რამე ორიენტირი გქონდეს. ყველა მიმართულებით მხოლოდ წყალია. მას როგორ იგებენ, სად არის? ეს ხდება გამოთვლებისა და ძალიან მგრძნობიარე ინსტრუმენტების წყალობით. სუბმარინები ძირითადად იყენებენ ინერციულ სანავიგაციო სისტემებს. მარტივი ახსნით, ეს სისტემა ზომავს სუბმარინის ყოველ მოძრაობას, ყოველ მოხვევას, ყოველ აჩქველაჩქარებას, ყოველ ჩამოსვლასა თუ ამოსვლას. და აქედან ის ითვლის სად იმყოფება სუბმარინი, მისი ბოლო ცნობილი მდებარეობიდან გამომდინარე. დაახლოებით ასეა. თუ იცი საიდან დაიწყე და იცი რამდენად შორს და რა სიჩქარით მოძრაობდი, შეგიძლია გამოიცნო სათხარ ახლა. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სისტემაში ნელ-ნელა ჩნდება პატარა შეცდომა.
და რაც უფრო გრძელია მისია, მით უფრო იზრდება ეს შეცდომა. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა წყალქვეშა ნავის პოზიციის განახლება. ზოგჯერ ის ამოდის ზედაპირთან ახლოს, რომ მიიღოს GPS სიგნალი. სხვა შემთხვევაში ისინი იყენებენ სონარს, რათა შეადარონ ზღვის ფსკერის რუკებს. ეს გავს ნამდვილი მიწის რუკასთან შედარებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან წყალქვეშა ნავმა კურსი არ უნდა დაკარგოს. არ შეიძლება დაეჯახოს ზღვის ფსკერს, არ შეიძლება შეცდეს მდებარეობაში. განსაკუთრებით თუ ეს სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავია. იმისათვის, რომ რაკეტამ სწორად დაარტყას მიზანს, წყალქვეშა ნავმა ზუსტად უნდა იცოდეს თავისი მდებარეობა გაშვებამდე. და სანამ ამაზე ვფიქრობთ, კიდევ ერთი უფრო საშიში მტერი არსებობს ზღვის ქვეშ. წნევა. რაც უფრო ღრმად ჩადის წყალქვეშა ნავი, მით უფრო ძლიერდება წყლის წონა მის გარშემო. ზღვის ზედაპირზე წნევა ნორმალურია. მაგრამ რაც უფრო დაბლა ჩადიხარ, მით უფრო იზრდება ძალა, რომელიც ყველა მიმართულებიდან აწვება წყალქვეშა ნავს. და ეს პატარა ძალა არ არის. ეს ძალიან დიდია. ისე ჩანს, თითქოს ძალიან მძიმე რამ აწვება გემის თითოეულ ნაწილს. ამიტომ წყალქვეშა ნავის კორპუსი დამზადებულია ძალიან გამძლე ლითონისგან. თავდაცვის საინჟინრო ანგარიშების მიხედვით, წყალქვეშა ნავების წნევის კორპუსისთვის სპეციალური მაღალი სიმტკიცის ფოლადი გამოიყენება. ეს არის გემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის სწორედ ის, რაც უშუალოდ აჩერებს ოკეანის უზარმაზარ წნევას. ყოველი შედუღება, ყოველი ფოლადი, ყოველი კალადი, ყარი, ყოველი ხრელი, სადაც მილები და კაბელები გადის, ეს ყველაფერი უნდა იყოს უკიდურესად გამძლე. რადგან თუ წყალქვეშა ნავში ღრმად ყოფნისას თუნდაც ერთი პატარა ნაწილი გამოვა მწყობრიდან, შედეგი კატასტროფული შეიძლება იყოს. თუ წყალქვეშა ნავის კორპუსში დიდ ხრელი გაჩნდება მაშინ, როცა ის დიდ სიღრმეზეა, წყლის ნაკადი წარმოუდგენლად ძლიერი იქნება. ინჟინერიის ექსპერტების თქმით, ასეთ წნევაზე წყალი შეიძლება ძალიან სწრაფად და ძლიერად შევიდეს. ამიტომ წყალქვეშა ნავების ინჟინერიაში შემოწმებები ძალიან მკაცრია. ბოლოს და ბოლოს ფოლადი რამდენჯერმე მოწმდება, შედუღებები ინსპექტირდება, კორპუსი ტესტირდება, მანამ სანამ გამოყენების ნებართვას მისცემენ. წყლის ქვეშ პატარა დეფექტიც კი შეიძლება დიდ ტრაგედიად იქცეს. თვითმფრინავში კი ზოგჯერ არსებობს შანსი საგანგებო დაშვების, თუ პრობლემა წარმოიშვა. მაგრამ წყალქვეშა ნავში, რომელიც ზღვის ძალიან ღრმა ნაწილშია, საქმე სულ სხვანაირადაა. თუ კორპუსი დაზიანდება, ზოგჯერ მხოლოდ წამების საკითხია, სანამ წყალქვეშა ნავი მთლიანად გაქრება. ამიტომ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟისთვის წნევის კორპუსი მათი ნამდვილი სიცოცხლეა. რადგან სანამ ეს კორპუსი უვნებელია, ისინი მთელი ოკეანის წონისგან დაცულები არიან. მაგრამ თუ ეს მწყობრიდან გამოვა, მაშინ მათი დასასრულია. მაგრამ წყალქვეშა ნავის შიგნით ეკიპაჟი მხოლოდ წყალს არ ეშინია. ზოგჯერ ცეცხლი კიდევ უფრო საშიშია. უცნაურად ჟღერს, რადგან ისინი ზღვის ქვეშ არიან. მაგრამ თუ წყალქვეშა ნავში ცეცხლი გაჩნდება, ეს უბრალოდ ხანძარი არ არის. წყალქვეშა ნავში ეს უბრალოდ ხანძარი არ არის. ყველაფერი დახურულია, გასასვლელები ვიწროა, ბევრი მავთული, მანქანა, ზეთი, პლასტმასი და აღჭურვილობაა. და რაც თავარია, ყველას ერთი და იგივე ჰაერი ესუნთქება. როცა ცეცხლი ჩნდება, ის სწრაფად შთანთქავს ჟანგბადს. როცა კვამლი ჩნდება, ის სწრაფად ავსებს მთელ განყოფილებას. და როცა ტოქსიკური აირი ჩნდება, ჰაერი შიგნით შეიძლება რამდენიმე წუთში საშიში გახდეს. ამიტომ წყალქვეშა ნავში ხანძრის სატურტნელი ვარჯიში ხუმრობა არ არის. ყველა ეკიპაჟის წევრი, უმაღლესი ოფიცრიდან დაწყებული ყველაზე ახალ მეზღვაურამდე, უნდა იცოდეს, როგორ ებრძოლოს ცეცხლს. მათ უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ სუნთქვის აპარატი, მათ უნდა იცოდნენ, როგორ დახურონ განყოფილება, მათ უნდა იცოდნენ, როგორ შეაჩერონ ცეცხლი, სანამ ის გავრცელდება. რადგან ზღვის ქვეშ არ არსებობს სახანძრო მანქანა, რომელიც მოვა. არ არის ადვილი გაქცევის გზა. არ არის ღია ფანჯარა, რომ კვამლი გამოვიდეს. თუ ცეცხლი გაჩნდება, მხოლოდ მათ მოუწევთ მასთან გამკლავება. და თუ ისინი ვერ შეაჩერებენ ცეცხლს, მაშინვე მთელი წყალქვეშა ნავი შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. ასეთი რთულია ცხოვრება ზღვის ქვეშ. პუნდაც გარეთ სიმშვიდეა, შიგნით ყოველთვის არსებობს რისკი. ხოლო ცივი ომის დროს წყალქვეშა ნავების სამყარო კიდევ უფრო სახიფათო გახდა. მათ მაშინ უბრალოდ პატრულირება არ ევალებოდათ. ისინი ერთმანეთს უთვალთვალებდნენ. ისინი დამალობანას თამაშობდნენ. ისინი ერთმანეთს მიხვებიან. და ზოგჯერ ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ზედაპირზე მყოფი ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ. ამერიკისა და საბჭოთა კავშირის დროს მათი ბრძოლის დიდი ნაწილი ზღვის ქვეშ მიმდინარეობდა. ეს ტელევიზორში არ ჩანდა, ეს სიახლეებში არ ისმოდა, მაგრამ ატლანტის, წყნარი და არქტიკის ოკეანეების ქვეშ წყალქვეშა ნავები ჩუმად ეძებენ მტერს. შეტევითი წყალქვეშა ნავების მიზანი მარტივია, მაგრამ საშიში. იპოვონ მტრის სარაკეტო წყალქვეშა ნავი. მიიყვნენ მას შეუმჩნევლად, მოусმინონ მის ხმას, გაიგონ მისი მოძრაობა. და თუ ბირთვული ომი დაიწყება, ისინი იქნებიან პირველები, ვინც შეეცდებიან მისი შეჩერებას მანამდე, სანამ რაკეტებს გაუშვებენ. ასე რთულია ეს. ცივი ომის დროს წყალქვეშა ომი ძალიან დაძაბული იყო, ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლება ვინმე გაიგოს,
ერთი ხმა ძრავიდან და შეიძლება პოზიცია გამოაშკარავდეს. ერთი არასწორი მოხვევა და ორი წყალქვეშა ნავი შეიძლება საშიშად ახლოს აღმოჩნდეს ერთმანეთთან. და რადგან ბირთვული იარაღია საქმე, თითოეული პატარა შეცდომა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. ამგვარი ოპერაციების ბევრი დეტალი დღემდე გასაიდუმლოებულია. ამიტომ ბევრი ეკიპაჟის წევრი ბრუნდებოდა ასეთი მისიის შემდეგ სახლში, ისე რომ ოჯახისთვისაც კი არ შეეძლო ეთქვა სად იყო ან რას აკეთებდა. მათ ჩუმად მუშაობდნენ ზღვის ქვეშ, ჩუმად დარაჯობდნენ. ჩუმად ატარებდნენ იმ მისიის სიმძიმეს, რომელსაც შეეძლო მრავალი ქვეყნის ბედი გადაეწყვიტა. მაგრამ რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს ეკიპაჟი და რამდენადაც თანამედროვე არ უნდა იყოს წყალქვეშა ნავი, მაინც არის შემთხვევები, როცა ისინი უკან ვეღარ ბრუნდებიან. რადგან ზღვა არავის აპატიებს. როცა წყალქვეშა ნავი ოკეანის ღრმა ნაწილში დაიკარგება, ხანდახან მისი პოვნა ძალიან რთულია. არ არის სინათლე, ძალიან ღრმა, ძალიან ვრცელია. და ნამსხვრევები შეიძლება ზღვის ფსკერზე ისე იყოს გაფანტული, თითქოს პატარა ნაგლეჯებია უზარმაზარ სამყაროში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ამერიკის იუს სკორპიონის შემთხვევა. აშშ-ს საზღვაო ძალების ჩანაწერების მიხედვით ის დაკარგული იყო 1968 წლის 22 მაისს, როცა მისიიდან ბრუნდებოდა. შიგლით 99 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ის ნორფოლკში, ვირჯინიაში არ ჩასულა. დაიწყო მასშტაბური საძიებო ოპერაცია. თუმცა რამდენიმე თვე გავიდა, სანამ მისი ნამსხვრევები ატლანტის ოკეანის ფსკერზე, აზორის კუნძულებთან ახლოს აღმოაჩინეს. დაახლოებით 10,000 ფუტის სიღრმეზე. დღემდე განიხილავენ მის გაუჩინარების ნამდვილ მიზეზს, არსებობს ოფიციალური ახსნა, რომელიც ტორპედოს გაუმართავობას უკავშირდება. მაგრამ არსებობს სხვა თეორიებიც, რომლებიც ჯერ არ დამტკიცებულა, მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი. მის ბორტზე მყოფი 99 ადამიანი აღარ დაბრუნებულა სახლში. იმავე წელს წყნარ ოკეანეში ასევე დაიკარგა საბჭოთა წყალქვეშა ნავი K-129. გადაიდუმებული ანგარიშების მიხედვით ეს გახდა ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და ამბიციური ოპერაციის მიზეზი, რომელიც CIA-მ ცივი ომის დროს ჩაატარა. ამ ოპერაციას ეწოდა პროექტი აზორიანი. CIA-მ შექმნა დიდი სამაშველო გემი, რომელიც ზღვის კვლევის ხომალდს გავდა. მაგრამ მისი ნამდვილი მისია იყო ეცადათ ამოეწიათ ჩაძირული საბჭოთა წყალქვეშა ნავის ნაწილი წყნარი ოკეანის სიღრმიდან. გადაიდუმებული CIA-ის მასალების მიხედვით, მხოლოდ წყალქვეშა ნავის ნაწილი ამოიღეს. და ბევრი დეტალი ჯერ კიდევ არ არის სრულად გასაჯაროებული საზოგადოებისთვის. ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წყალქვეშა ნავები ცივი ომის დროს, თუნდაც გემი ჩაძირული იყოს, მის მიერ მოტანილ საიდუმლოებებს მაინც აქვს მნიშვნელობა. და 2000 წლის 12 აგვისტოს კიდევ ერთი წყალქვეშა ნავის კატასტროფამ შეძრა მსოფლიო. რუსული წყალქვეშა ნავი კურსკი ჩაძირულია ბარენცის ზღვაში სამხედრო წვრთნების დროს. ოფიციალური რუსული გამოძიების მიხედვით, რომელიც ბევრ ანგარიშია ნახსენები, მიიჩნევა, რომ ეს წყალქვეშა ნავში ტორპედოს აფეთქებით დაიწყო. ყველა 118 ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ ზოგიერთი ცნობით, ეკიპაჟის ნაწილმა შესაძლოა პირველ აფეთქებას გადაურჩა, მაგრამ დროულად ვერ გადაარჩინეს. ამიტომ მსოფლიომ კიდევ უფრო ნათლად დაინახა, რამდენად რთულია წყალქვეშა ნავიდან ადამიანების გადარჩენა. როცა ზღვის ქვეშ ამე ცუდი ხდება, საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ იცოდე სად არის წყალქვეშა ნავი. უნდა შეძლო იქ სწრაფად მისვლა, უნდა გახსნა ჰეჩი, უნდა გაუმკლავდე წნევა, სიცივე, სიბნელეს და დროს. ხშირად დრო ყველაზე დიდი მტერია. ეს არის მძიმე რეალობა. წყალქვეშა ნავების ეკიპაჟის ცხოვრებაში, როცა ჯარისკაცი ხმელეთზეა, მას აქვს შანსი რომ იპოვო. როცა პილოტი ჩამოვარდება, მასაც აქვს შანსი რომ გადაარჩინოს. მაგრამ როცა წყალქვეშა ნავი ოკეანის ფსკერზე დაიკარგება, ხშირად არც სხეული, არც ნამსხვრევები და არც ნათელი პასუხი, რომელიც ოჯახს დაუბრუნდება. ამიტომ წყალქვეშა ნავის ყოველი პატრულირება თან სდევს ჩუმის საფრთხე. ეს მხოლოდ მტრის გამო არაა, არამედ იმ ადგილის გამო, სადაც ისინი მუშაობენ. ბნელი, ცივი და ძალიან ღრმა სამყაროა. იქ, სადაც თუ რამე არასწორად წავა, ზოგჯერ თავად ზღვა მალავს თელ ამბავს. ეს